დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გაიღვიძა საქართველომ გარეთ აღართოს ვიფიქრე ძალიან მოგვეხდებოდა რუსთაველზე გუნდაობა მაგრამ სამწუხაროდ ეს იმედი გადაგვეცურა დიდი იშვიათობა გახდა მოკლედ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დილას უნდა ჩაგვერთოს ეკა ბესელია იურისტი მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი ვისაუბრებთ ყველაფერზე რა ჩვენს გარშემო ხდება კაპიტან ეკა მოგესალმებით დილამშვიდობისა. ქავტუნეკამ უნდა კითხოთ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. ბევრს ადარდებს ის, რომ პროტესტი მართალია არ მინავლა, პროტესტი გრძელდება და ჩვენ ვხედავთ ქუჩაში გამოსულ 10,000-ობით ადამიანსაც კი, სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ ამ ადამიანებს ვხედავთ და ეს არნახული პროტესტია თავისი მასშტაბით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, მაგრამ ამასთან ერთად ამას თითქოს არ ახლავს შესაბამისი პოლიტიკური პროცესი. ბევრს ვერ ვთქვით, როგორი შეიძლება იყოს ამ პოლიტიკური პროცესის კონტურები, თუმცა ეს ხედვა ხშირად მიემართება ხოლმე სალომე ზურაბიშვილსაც, როგორც ლეგიტიმურ ლიდერს ამ პროტესტის და ქართველი ხალხის. თქვენ როგორ ხედავთ ახლა ამ კონკრეტულ მომენტში ამ პოლიტიკურ პროცესს და სად ხედავთ ამ პროტესტში და ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილის როლს? უდაოდ არის გამორჩეული ეტაპი და გამორჩეული დრო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ხშირად ვავლებ პარალელს იმ წლებთან, როდესაც ჩვენ ასევე ხანგრძლივად ვიდექით გარეთ და ვაპროტესტებდით უსამართლო სისტემას და მახსოვს ესეთი იყო მათ შორის 116 დღე, როდესაც უწყვეტად მართავდით საპროტესტო აქციებს რუსთაველში. მაშინ სალომე ზურაბიშვილი მეც და კიდე რამდენიმე ადამიანი ვიდექით ქუჩაში, მაგრამ ეს მასშტაბი არ ქონდა პროცესს. ამაში უდაოდ გეთანხმებით. ხანგრძლივობა იყო დიდი. მართლაც იყო ის უწყვეტი 116 დღიანი პროტესტი, მაგრამ მასშტაბი იმდენად მცირე იყო, რომ შედარებაც კი არ შეიძლება სათითაოდ ვითვლიდით ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ იმ წლებში და იმდენად მცირე იყო, რომ რა ვიცი ერთმანეთს რაღაცა ის ამბებსაც ვეკითხებოდით, უკვე ერთმანეთს ამბები ვიცოდით ყველა, დაახლოებით 150 ადამიანი. უბრალოდ აი იყო პიკი დღეები, განსაკუთრებული რამდენიმე თარიღი, როდესაც ერთი თვე ემზადებოდით, რომ მასშტაბი ისეთი შეეძინა, როგორიც დღეს აქვს, მაგალითად, აი რო დაანონსო 3 დღით ადრე, 3 დღეში უკვე ისეთივე მასშტაბს მიიღებ, რასაც ჩვენ მაშინ ერთი თვე უნდებოდით ხოლმე. ეს იმისთვის, რომ გავიხსენოთ, რამდენად იცვალა დინამიკა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა მოქალაქეების. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დღეს თუ ვინმეს ეცოტავება ქართული ოცნების მხრიდან ეს პროტესტი, მათ უბრალოდ არც უნახავთ ბრძოლის არც ერთი დღე რეალურად და არც ყოფილან არასდროს ამ ბრძოლაში და ვერც გრძნობენ იმას, რომ ზოგჯერ გამოხატვა ამ ფორმების, რომელიც პოლიტიკური პროცესის ყველაზე მე ვიტყოდი, აი ყველაზე მკაფიო და ყველაზე ალბათ განსხვავებული მოდელია, ფორმულა, რაც დღეს ხდება. ეს გამოხატვის ფორმები ხშირად რაოდენობრივად არ ასახავს, რა თქმა უნდა, პროტესტის მასშტაბს. პროტესტი ბევრად უფრო დიდია. რა არის ამ პოლიტიკურ ნაწილში სალომე ზურაბიშვილის როლი? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ მე ცოტა განსხვავებულად ვუყურებ ამ პროტესტს და არ ფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა მართავდნენ წინახაზე ამ აქციებს, იმიტომ რომ ფორმულა, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო, ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება, ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ხალხმა უნდა შეცვალოს ოცნების მიტაცებული ძალაუფლება და გადაიბაროს. ეს არის სწორი სამართლებრივი ფორმულა და ის, რომ წინახაზე არიან მოქალაქეები და არა პოლიტიკური პარტიები, ეს ნებსით ხდება თუ უნებლიეთ ხდება სხვა თემაა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს სწორი მოდელია. რაც შეეხება ზურაბიშვილს, რომელსაც თქვა, სხვა შორის ძალიან კარგი ინტერვიუ ჰქონდა გიორგი თარგამაძესთან, ახლა გულში და ბოლო ინტერვიუშიც ძალიან საინტერესო იყო მთლიანობაში ანალიზი. მისი როლი არის ასევე შეუცვლელი და განსაკუთრებული. ის არ არის აქციების ორგანიზატორი, მაგრამ არის იმ უმნიშვნელოვანესი შემკვრელი, მაკოორდინირებელი გამაერთიანებელი და მათ შორის ფაქტობრივი საყრდენი, როგორც საქართველოს გარე მეგობრების, ასევე
საპროტესტოდ განწყობილი, მაგრამ ერთმანეთთან მათ შორის კონტრასტულად განსხვავებული პოლიტიკური ძალებისთვის, ანუ ყველა ფერი რაც კი ხდება დღეს, შესაძლებელია რომ მასთან კოორდინირდეს და ეს როლი აქვს მას. ეხლა ამ ფორმატში, რასაც ის ქმნის სხვადასხვა პლატფორმებს, ხო, აი პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორთან, აქტივისტებთან, სხვა წრეებთან, ეს ფორმატი მე ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო იმისთვის, რომ აი სადღაც ყველა ეს ენერგია გაერთიანდეს და საბოლოო ჯამში ეს ამ ენერგია მოიტანოს უფრო სწრაფად ეს შედეგი, ვიდრე აი ჩაგეკითხები თუ შეიძლება აი ამ ფორმატთან დაკავშირებით და კი შეიძლება დაგეთანხმოთ რომ ეს ენერგია უნდა გაერთიანდეს თვლიანობაში, მაგრამ რაში უნდა გადაითარგმნოს, ანუ რა ფორმით უნდა გაერთიანდეს, როგორ უნდა შეიქმნას ის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ხალხი უკვე ძალიან დიდი ხანია ითხოვს, იმიტომ რომ შეხვედრებად, მაგრამ რაღაცა პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკური პარალელურად, რომელსაც ნაკლებად ხვედათ. ერთადერთი არის მართლაც ქალბატონი სალომე, რომელიც რაღაცნაირად ცდილობს ხოლმე, რომ ეს პროცესი ზუსტად ამ შეხვედრების ფორმატით რაღაცნაირად შექმნას, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, ახალ არჩევნებზე შემდეგ ესე ვთქვათ, კითხვა მექნება, მაგრამ აი ჯერ ფორმატზე რომ ვისაუბროთ, ანუ რაღაცა ერთიანობის სურვილი არის უკვე გაჩნდა პოლიტიკოსებს შორის, იმიტომ რომ ადრე ვერ მოხდა, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე ცდილობდა ამას, შემდეგაც რაღაცა მცდელობები იყო და ვერ მოხდა ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეხლა რა ხდება? გია ჯაფარიძის განცხადება მახსენდება ხო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა უპროფესორ ზურა ჯაფარიძის ბოდიში, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. აი რაღაცნაირად მივიდნენ, ესე ვთქვათ, პოლიტიკოსები იმ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ეს ერთიანობა შედგეს თუნდაც საზოგადოების ჩართულობით. აი გუშინაც იყო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, ერთ-ერთი ამოცანა გარდა იმისა, რომ მიუხედის კონფერენციის ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა და მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა, ერთ-ერთი ამოცანა არის, უნდა დავასრულოთ ამ დღეებში და დავასრულებთ საარჩევნო საკითხებზე უფრო ფუნდამენტური დოკუმენტის შექმნა, ცოტა მეტი ჩაღრმავება დაჭერდა ამ დოკუმენტს, იმიტომ რომ მათ შორის იყო ბჭობა ამ დრომდე ისევ ელექტრონული სისტემით, ახალი ტექნოლოგიებით თუ ძველი სისტემით, საკანონმდებლო ცვლილების გარეშე, როგორ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ პარლამენტ შესვლის გარეშე, ანუ შეთანხმება მოხდეს ცვლილებებზე, რომელიც მინიმალურ გარანტიებს შექმნის, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდება. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, როგორ იცვლება ეს ახალი ადმინისტრაცია, ვინ ატარებს ამ არჩევნებს, სასამართლოში დავების განხილვა როგორ ხდება ამ კლანის პირობებში. ანუ ბევრი თემაა, რომელზედაც საჭირო არის, რომ წინასწარ იყოს ეს გავლილი. პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ არჩევნები დაინიშნება მალე, მას ესეთი განცდა აქვს, რომ ეს არ არის შორეული ამბავი. ყოველ შემთხვევაში იმისთვის, რომ ეს არჩევნები სწრაფად მოვიპოვოთ, ჩვენც გზად უნდა ვიყოთ, რომ ყველა საკითხი, რაც არის ფუნდამენტური, მთავარი, მნიშვნელოვანი, უკვე იყო შეჯერებული. ერთიანობაზე თქვენ რასაც გულისხმობთ, მე არ მგონია, რომ ეს ეხა რეალისტური იყოს ამ ეტაპზე, არ ვიცი ხვალზე ეგ რა მოხდება, მაგრამ არ უნდა იყოს ეს რაღაც ხელოვნური პროცესი, არის მაინც ის იმდენი ბარიერი პარტიებს შორის, რომ აი ეს ერთიანი სია თუ ერთიანი გამოსვლა საარჩევნოდ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მე ამ შესაძლებლობას, თუმცა ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ თუ ადამიანები როგორც ეხლა ქუჩაში განსხვავებულები სრულიად სხვადასხვა პლატფორმის მემარცხენე თუ მემარჯვენე თუ რა ვიცი ცენტრისტი პირობითად, ხო? მაინც პირობითია ჯერჯერობით საქართველოში ამ ტიპის პოლიტიკური კულტურის გააზრება. ერთიანდებიან საერთო მიზნის ირგვლივ, რომ ყველას გვინდა ახალი არჩევნების გზით გაუშვათ ეს მოძალადეები ძალაუფლებიდან, დავიხსნათ ეს პოლიტიკური ტუსაღები და ქვეყანაში ვამკვიდროთ 7 და სამართლიანი გარემო, ამის ირგვლივ გამაერთიანებელი არის უკვე ქარტია, რომელიც გვაქვს და კარგია რომ გვაქვს, რომ ვიცით რომ არჩევნების შემდეგ ვინდას აკეთებს და როგორ აკეთებს, მაგრამ თუ ეს არ გამოვა რომ ყველა ერთად მონოლითირდეს ახლა ერთ რაღაცა პოლიტიკურ სუბიექტში, ეს არც უნდა იყოს ამოცანა და მე მგონი დღეს ამაზე ენერგიის დახარჯვაც არ ღირს, ბევრი რამ არის დამოკიდებული არჩევნების დანიშნა რა პირობებში მოხდება, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, ანუ იძულებული ხდება ივანიშვილი რომ დანიშნოს ეს არჩევნები, უბრალოდ თვითონ ჩამოაქცევს ამ ქვეყანას ისე რომ მე ვიღაცა სხვანი რაღაცა
ცენტრალური ორგანო იქნება ის, ვინც ამ არჩევნებს მოამზადებს, ეს მისი სცენარია უბრალოდ თვითონ რა გზით მიდის არჩევნებამდე, თორე არჩევნებამდე რომ მივალთ ეს არის გასაგები. ამიტომ პრეზიდენტს ახლა ის როლი აქვს, რაც სხვას არ აქვს და ვერ აქვს. ის აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, მას ცნობენ როგორც პრეზიდენტად, მას ელაპარაკებიან, ის არის ხიდი ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და საქართველოს მეგობრებს შორის, პარტნიორებს შორის და ის ამ როლს ასრულებს ძალიან კარგად. დანარჩენი როგორც გითხარი, წინა ხაზზე საქართველოს მოქალაქეები, როგორც კონსტიტუციით ხელისუფლების წყარო, ეს არის ყველაზე სწორი რამ. მე არ ვიცი, ხა პარტიებს შეიძლება მეტის სურვილის, ვისაც ყოველ შემთხვევაში აქვს მეტი სურვილი ან მეტი რესურსი, არავინ ამაში ხელს არ უშლის, ბუნებრივია და ქუჩა არის ისეთი ასპარეზი, ბრძოლი, სადაც არავის არ ჭირდება ბილეთის გამოწერა, ადგილის მოზომვა და რაღაცა როლების შეთავსება. ყველა ჩანს, ხო? ყველა ჩვენი როლი და ადგილი გვაქვს ეხლა, ვინ რა უნდა გავაკეთოთ და ამიტომ მგონია რომ თავად პრეზიდენტი, რომელიც ეხლა ცდილობს აი ამ მაკავშირებელი როლის შესრულებას, იმიტომ ამას ხა ვერ გააკეთებს პარტიებსაც ჭირდებათ და ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი ამისთვის სწორედ რომ ეს კოორდინაცია იყოს ასეთი მჭიდრო, შეთანხმება იყოს ყველა მთავარ საკითხზე და ესე გავაგრძელოთ ბრძოლა. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ბრძოლის ფორმები ალბათ გაზაფხულთან ერთად უნდა გადავახალისოთ, გავაძლიეროთ, რომ გავძლიერდეთ, ეს ბუნებრივადაც მოხდება. ხა ადვილი ხო არ არის ზამთარი გადაიტანო ისე, რომ არც ერთი დღე პროტესტის გარეშე არ იყოს. ეს უნიკალური რამ არის და ეს უგუნურებს გონიათ ქართული ოცნებიდან, არაფერ არ უნახავთ გოგლი-მოგლის გარდა საუკეთესო პირობებში თუ ესეც გქონდათ, ავიც ალბათ გქონდათ. იმის თუ არ უნახავთ, საერთოდ ბრძოლა რა არის და ამიტომ მათი გადასახედა გონიათ, რომ ეს ხო რა ადვილი კი ამას უდიდესი რესურსი ჭირდება, შინაგანი ადამიანური გამბედაობა, ძალისხმევა საკუთარ თავზე და საკუთარ ბევრ ამაზე, ხო? ეს ძალიან დიდი ბრძოლის მაგალითია, რომელიც რა თქმა უნდა გამარჯვებით დასრულდება. უბრალოდ გახანგრძლივდა, იმიტომ რომ არჩეული აქვს ქართულ ხალხს ბრძოლის მშვიდობიანი ფორმა. თორე ესეთი პროტესტის დროს ნებისმიერი 100,000 კაციანი შეკრება დაამთავრებდა ამ კვერცხის მსროლელი ოცნების ჩამოქცეული, სადაც აი მას გვადან ზუსტად, რასაც ისვრიან, ოღონდ ყველაზე ცუდ ფორმას რო იღებს მაშინ. აი ზუსტად ისე ჩანანეხა ვიზუალურად. ხო, ისე ვიზუალურადაც ესე არის და შინაარსობრივადაც ასე დაემგვანენ სამწუხაროდ ამას ახლა გულის ტკივილით ვამბობ, თორე ნიშნის მოგებით არა. და აი ესე დაუძლურებული ხელისუფლება არა, ხელისუფლება მიტაცებული ჯგუფი, ესე დასუსტებული, რომელიც პრეზიდენტს კვერცხებით ხვდება და ორგანიზებს ამ ჯგუფებს დილის 5 საათზე, არაფრის თავი მას არ აქვს. უბრალოდ ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს და ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის ტოლფასი, რომ აი ესეთი მშვიდობიანი, მაგრამ ჯიუტი თანმიმდევრული ბრძოლით მივიდეთ არჩევნებამდე. და ამიტომაც ეს განსხვავებული ცოტა სხვა რამეებსაც მოითხოვს და ამიტომ გჭირდება ჩვენ ყველა ვისაც რა შეგვიძლია ამ დროს და ამ ბრძოლაში აქ გავაერთიანოთ და აქ იდგეს პრეზიდენტი როგორც ლიდერი ამ პროცესის, სწორედ ამ მშვიდობიანი ბრძოლის ავანგარდში. ქავტონეკა, უნდა გითხოთ აუცილებლად ბოლო ინიციატივების შესახებ, რაც რეჟიმისგან გვესმის და ჩვენ ვნახეთ ავტორიტარული ზვირთი ერთგვარი კანონებისა, რომლებიც მოიცავს და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ცალკეულ მუხლებს თუ მის საერთო სულისკვეთებას, როცა ადამიანებს აქვს ფუნდამენტური უფლებები, როგორც არის შეკრების, მანიფესტაციის, გამოხატვის თავისუფლება. ეს ზვირთი მოიცავს ამ თავისუფლებათა შეზღუდვასაც, მაგრამ ასევე ჩვენ ვნახეთ ძალიან პოპულისტური ბოლო ინიციატივა სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით ძალიან პროპაგანდისტულია, ხო, ეს ყველაფერი პოპულისტურია, რომ ნამდვილად რა სამშობლოს ღალატი უნდა ისჯებოდეს. თუმცა რატომ არის პრობლემური ამ მუხლის დაბრუნება და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კანონები იყოს არა სადღეგრძელოების ადგილი, არამედ ეს იყოს მკვდარი ტექსტი, რომელიც ერთგვაროვნად გაგებადი არის ყველას მხრიდან.
ანუ შინაარსი სიტყვების შინაარსი გვესმოდეს ყველას ერთნაირად რა არის სამშობლოს ღალატი რატომ არის მნიშვნელოვანი რომ კანონი სჯიდეს და მოითხოვდეს ისეთ დანაშაულებათა დასჯას რომელიც წინასწარ განჭვრეტადია რომ დანაშაულია ხო და არ არის იმის მიხედვით შერჩეული თუ იმ მომენტში ხელისუფლებას რა აწყობს რას დაარქმევს სამშობლოს ღალატს ჩვენ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა სიტყვებს თავის მნიშვნელობა ეკარგებათ საერთოდ და რატომ არის პრობლემური როცა ხელისუფლება აი ასეთი ტიპის სადღეგრძელო მუხლებს ამატებს სისხლის სამართლის კოდექსს ჩვეულებრივი კითხვა, თქვენ გქონდათ ძალიან კარგი ანალიზი სხვა შორის გუშინ დილით თუ არც მე ყოველდღიურად ისმეთ, მაგრამ გუშინ დილით თუ გუშინ წინ დილით გქონდათ იურისტების ძალიან კარგი ანალიზი, როგორ ტრანსფორმირდა ეს კანონები. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ მე 8 წელი ჯერ კანონმდებელი ვიყავი და ორი ისეთ კომიტეტს თავმჯდომარეობდი, რომელსაც წამყვანი როლი ჰქონდა კანონების მიღების პროცესში და ჰარმონიზაციას ევროკავშირში ის კანონმდებლობასთან დაუთმეთ ამ დროის რა ვიცი 80% ალბათ საპარლამენტო მუშაობის დანარჩენი დრო იმ რეფორმებს ჭირდებოდა რომელთაც ჰქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ასოცირების კომიტეტში ევროპარლამენტში და ამ კანონების ცვლილებას აქ უდიდესი მნიშვნელობა როგორც თქვენ თქვით ის უნდა იყოს განჭვრეტადი, გასაგები, თავის ადგილას. ის არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ საერთაშორისო კონვენციებს უნდა შეესაბამებოდეს. არ შეიძლება იქ ჩაწეროს, სადაც გინდა კანონი, ან ისეთი ენით ჩაწერო, როგორითაც რაზე მეტყველებს ბრიფინგებზე გრამატიკა რო თავის დროზე მე მგონი საერთოდ გავლილი არ აქვს. თავისი ენა აქვს ამ კანონს, უნდა იყოს უაღრესად დახვეწილი, მაგრამ უაღრესად გასაგები. და ყველა ცვლილება ბოლოს რაც მიიღეს ჯერ ერთ-ერთი მიიღეს ყველა პროცედურის დარღვევით, რასაც ასევე დიდი ზიანი მოაქვს პარლამენტის როგორც ინსტიტუტის დასამარების კუთხით. ამავე დროს ყველაფერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კონვენციას. კონსტიტუცია თავისთავად ევროპული კონვენციის ნაწილია, ის არ შეიძლება იყოს აცდენილი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მაშინ ყველა საქმეს წააგებს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში და ასეც მოხდება ეხლა ამ საქმეებს რო წავიღებთ ნელ-ნელა სასამართლოში, იქ ამავე დროს და მიუთითებენ არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეს კონვენციური უფლების დარღვევა მათ შორის კანონის შეცვლის აუცილებლობაზე. როგორც ეს მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა რეპრესირებულის საქმეზე და ჩვენ მაშინ შევცვალეთ ის კანონები, რომელიც იყო ცუდად დაწერილი. ეხლა რაც შეეხება სამშობლოს ღალატს, არავინ არ ფიქრობს, რომ ეს არიშება დღეს შინაარსობრივად ის სხვა მოხულშია გადატანილი და ისჯება ზუსტად ის იგივე ქმედება, რასაც მოიაზრებდა სამშობლოს ღალატი. მე არაფერს საწინააღმდეგო კი სათაურის მიმართ არა მაქვს ზოგადად აქ ამ შემთხვევაში უბრალოდ ხედავ რამდენად პოპულისტურია კანონის მიღების მიზანი და ეს არის მთავართან უადგილოს წერენ იქ სადაც ის არ უნდა ეწეროს და სახიფათოდ მეჩვენება საერთოდ აგვისტოს ომთან დაკავშირებული აი ეს რაღაცა კომისიის მაგვარი რაღაცა ტრაგიკომიკური სანახაობა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კარგად რო დაუკვირდეთ, ყველაფერი ეს რუსეთს ეხმარება ეხლა და არა საქართველოს. შერეცერთი არაერთხელ თქვი, ჩემს უკან არის სხვა შორის აი ხედავ თქვენ ამ სამართლებრივი შეფასების დოკუმენტი, რაც წაიკითხოთ, გაკეთებული მაქვს ამას 4 წელი მოუდი და შეფასებულია ის წლები ადამიანის უფლებების კუთხით, არც იცი არ ადევს პარლამენტში, არც იცი ამ პარლამენტს რა აქვს მიღებული 2016 წლის დადგენილება. მაშინ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტიდან მომამზადეს და შეფასებულიც არის გაკეთებული ეგ პროცესი დამთავრებულია მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა რაც შიგნით ჰქონდა მათ შორის სხვა შორის ივანიშვილიც ამბობდა რომ მე არ მინდოდა თავიდან დასჯაო და ეხლა უბრალოდ ამ ყველაფერს რევანშისტულად და პოპულისტურად აკეთებს მაგრამ თავარი ის არის რომ იქ რაც წერია იმ დასკვნაში რეკომენდაციებში თავარი რაც უნდა შეცვლილიყო რომ არ განმეორება არ დაგვეშვა წამების არა ადამიანური მოპყრობის და სისტემური დანაშაულობების პირველ რიგში მართლმსაჯულების რეფორმა უნდა გატარებულიყო და აი ეს რეფორმა ჩააგდეს ეხლა უნდა დადგნენ და გაასამართლოს საკუთარი თავი აღარავინ აღარ დარჩა სხვა ზოგი ციხეშია ზოგი გაქცეულია
იგი გასამართლებულია და უკვე გათავისუფლებულია და ვინც დარჩა გვერდით ხედან მათთან, ან სასამართლოში არიან დაწინაურებულები და ახლა ამ კომისიით თუ გაერთობიან და მათვე თავიანთ თავს მოგკითხავენ, რატომ არ გააკეთეს ის, რაც აი ამ დადგენილებაში წერია, იცისფერი ყლიანი წიგნი როდეს ჩამს უკან, ეს მაშინ მე ჩვენ მოვკითხავთ, რატო არ გააკეთეს და მაგ მუხლით სხვათა შორის ახლა რასაც ცვლიან, ალბათ თვითონ მოუწევთ პასუხისგებლობის აღება, იმიტომ რომ სამშობლოს ღალატია, როდესაც ჩვენს ინტერესებს ანაცვალებ შენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს, როდესაც საქართველოს ევროპულ არჩევანს გადაუხელხიათ და აყენებ ქვეყანას უდიდესიას. ამისთვის პასუხი მოეთხოვებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიჩქარება. სამართალს ცოტა სხვა ტემპი აქვს სამწუხაროდ, არ არის ისეთი სინქრონული ჩვენთან ერთად დროში, როგორც ეს გვინდა, იმიტომ რომ ის ყოველთვის ბრუნდება უკან, როდესაც იწყებს ამ მოვლენების გაანალიზებას და მერე განჟას, მაგრამ ეს სამართალი მივა მათთანაც, როგორც ის მივიდა სხვებთან, ადრე თუ გვიან. ეს არ ესმით, მაგრამ ეს დრო აუცილებლად დადგება. და ეხლა რასაც აკეთებენ კანონების სულების კუთხით, ხო? ჯერცეთ სულ მგონია ის უმახსენდება ის გენიალური ან ბერძენი ეფესოელს რომ მისდევდნენ კანონი დაგვიწერეო და ტაძარსო შეაფარა თავი და მიაძახა, რადგინდათ კანონი არამზადების ხედან ხელისუფლებაშიო. რაც ამ შეცვალოს რა ძალა აქვს, თორე აკი უწერიათ ყველაფერზე რომ დააპატიმრებენ ადამიანს, მაგრამ კონსტიტუციაში ხო ეს არ წერია. კონვენციაში ხო წერია რომ ადამიანი შეიძლება ასე გაიტაცო ოპერატორი, ჩატენო მანქანაში, ცემო, აწამო, ხო ეს აკრძალული ეს ხო აბსოლუტურად კონვენციური უფლებები აბსოლუტურ უფლებებში გადის, ხო? არა ადამიანური მოპყრობა, წამება ხო ტყვე არის და ომში რო ჩაიგდებ ხელში ის არ უნდა აწამო, მაგრამ ეს რომ უწერიათ ხო მაინც არ ღვევენ, რა მნიშვნელობა ქვედა დონის კანონში რა შეწერა, როდესაც უმაღლესი ქვეყნის ძირითადი კანონია ფეხქვეშ გათელია, ამიტომ აღარ უყურებ უკვე რა ჭრიან და რა სკერავენ, უყურებ დიდ სურათში, რომ იმათ ხელში ვის ხელშიც ახლა იარაღია, აი მოძალადეს ხელში უჭირავს იარაღი, რომელთაც ქვეყანას აფეთქებს ყოველდღე. უნდა გამოვართვათ ეს ხელიდან. და ჩვენი სამშობლო ასე უნდა გადავარჩინოთ. აი ესე უყურებ მე ამ პროცესს და ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა შევძლოთ და აქეთკენ მივდივართ, ნაბიჯ მივდივართ, იმიტომ რომ ისევ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა, თორე ამათ არ სამშობლოს განცდა აქვს და არაფრის განცდა არ აქვს, საკუთარი პირადი ინტერესის და მატერიალური ინტერესის. ეკა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერთობოდით პირდაპირ ეთერში. მე სიმართლე გითხრათ, კიდე ერთი კითხვა მქონდა, რატომ გვაქვს იმედი, რომ ძალიან მალე დაინიშნება ეს არჩევნები და რის საფუძველზე აკეთებს პრეზიდენტი ამ განცხადებას, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გვჭება, რომ კარგად ჩავშალოთ ეს ყველაფერი და იმედია ასეც იქნება, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ერთ დღეს გავაკეთებთ. ჩვენები გვექნება პატენა აუცილებლად გელოდებით სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა. გზად უნდა ვიყოთ ამისთვის. აუცილებლად. ხო, ბოდის გიხდით მოჯამ. თელევიზიის გამოდევ ვახერხებდილი თქვენთან ვერ გესტუმრეთ, მაგრამ აუცილებლად უახლოეს პერიოდში. კი ბატონო, დიდი მადლობა. ეკა ბესელია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმრები არიან, ახლა უნდა წარმატკინოთ დავით მშავანაძე, კოალიცია გვარამი ამელია გერჩი დროა და ლიკა გახარია, პარტია ფედერალისტები. მოგესალმებით. გილავშტობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მეორე თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ და დრო გვაქვს ამისთვის საკმარისი, მაგრამ მოდი დავიწყოთ შიდა პოლიტიკურ პროცესებით. შიდა პოლიტიკურ პროცესები განსაზღვრავს ახლა მთელ ჩვენ დღის წესრიგს, ხო? გარკვეული პოლიტიკური პარტიებისასაც. როგორ ხედავთ პროტესტს ახლა და ეს არის თემა, რომელზეც ხალხურნიკასთანაც ვისაუბრეთ ჩვენ, ეს არის პოლიტიკური პარტიების ჩართულობის ნაწილი ამ პროტესტში. ბევრს აწუხებს ის, რომ პარტიები საკმარისად ჩართულები არ არიან, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს პირიქით ამ პროტესტის ღირსებაა და მთავარი ღირსებაც, რომ პარტიების ჩართულობა მას არ სჭირდება. ბევრი მიიჩნევს, რომ რაღაც ჩართულობა საჭირო, მაგრამ არა წამყვანი როლი. ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს მოცემულობა. მოცემულობა არის ის, რომ პროტესტი ამდენად გაგრძელდება და პარტიებმა მონაწილეობის ფორმა იპოვეს აქციების დასწრების კუთხით, ხო? ყველა პარტიას თავის პოლიტპარტიამ არიყავს ლამის უკვე. მაგრამ მეტი ვერც ვერაფერი. ასევე ძალიან ნელი ტემპით იკვეთება რაღაც კონტურები სალომე ზურაბიშვილის გარშემო, რაღაცა ტიპის თავყრილობის გამართვის პარტიების მხრიდან, როგორც ცენტრში სალომე ზურაბიშვილი. ხო, აქაც აშკარად რაღაც გამოწვევები არსებობს.
რო შევაფასოთ ეს პროცესი ამ კუთხით, დავიწყოთ ხოლმე თქვენგან. მოგესალმებით, ხო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის განსხვავებული მოსაზრებები, რა ჩართულობა უნდა ხდეს პარტიებს, ეს უფრო მეტად უნდა იყოს ჩართულები, უფრო ნაკლებად. და ალბათ ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის, ასე ვთქვათ, საფუძველი და გამართლება. უბრალოდ რაღაცნაირად მე მგონია, რომ ეს რაღაცნაირად ბაზარმა დაარეგულირა მიმდინარე პროტესტში, თუ რა დოზის ჩართულობა უნდა ხდეს ამ ყველაფერში პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს, კერძო ინდივიდებს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს აქვთ როგორც რიგითი, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილის ჩართულობა ამ პროტესტში, ამავე დროს პოლიტიკური პარტიები ასრულებთ გარკვეულ ფუნქციებს, რომელიც არის მხოლოდ რაღაცნაირად ფაქტობრივად ჩვენზე დაკისრებული, როგორც რაღაცა ოფიციალური პოლიტიკური ორგანიზაციების. ხო, იქნება ეს უცხოეთში მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან და ასე ვთქვათ, მიწოდება ინფორმაციის და რაღაცა ერთიანი ხმის გაჟღერება იმის შესახებ, თუ რა ხდება აქ და რას ვითხოვთ ჩვენ ხალხი და რას ითხოვს პოლიტიკური პარტიები, რომ ეს უნდა იყოს ახალი არჩევნები და უნდა იყოს პოლიტპატიმრების გამოშვება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი როლი გვაქვს თავად ჩვენ მხარდამჭერების მობილიზაციის ფარგლებში, ხო? გასაგებია რომ ეს რაღაცნაირად თქვათ ჰორიზონტალურად მიმდინარე პროცესია და ხალხი აქ თვითდინებით და თვითორგანიზებით არის ჩართული, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მხარდამჭერებთან მუშაობთ, რომ მათი ჩართულობა, მათი განწყობა და მათი ასე ვთქვათ მონაწილეობა იყოს უფრო აქტიური, უფრო ამაღლებული და უფრო ასე ვთქვათ მეტად მოტივირებული იყვნენ ისინი ამ იქ ცხადია ჩვენ მხარდამჭერები მონაწილეობენ სრული ჩართულობით და ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ამ ყველაფერში. უბრალოდ ამ ნაწილში ჩვენ ვცდილობთ რომ მეტი კომუნიკაცია გქონდეს მათთან და მეტი მობილიზაცია გქონდეს. გარდა ამისა, ხო, ერთმანეთთან ლაპარაკს რაც შეეხება, კი სალომე ზურაბიშვილთან ჩვენ ვართ სრულად ჩართული. მათ შორის არჩევნებამდე ჩვენ გულისხმობთ ჩვენი კოალიციას, ხო, კოალიციას ცვლილებების წინათ. მათ შორის არჩევნებამდე ჩვენ ვიზიარდით აბსოლუტურად მათი პრეზიდენტის ქარტიის სულისკვეთებას და ბოლომდე უჭერდით ხარს ამ მის ასე ვთქვათ განხორციელებას და მის შემდეგაც არჩევნების შემდეგაც ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა, მათ შორის ყველა შეხვედრაზე, ასე ვთქვათ, ჩვენი მონაწილეობა თუ აქტიური მუშაობა თუ შემდგომში ამ პროცესის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ჩვენგან ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გარანტირებული და აბსოლუტურად მხარდაჭერილი. იმიტომ მათ შორის იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ერთადერთი გამაერთიანებელი პლატფორმა ამ შემთხვევაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად ვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ და ეს გზავნილები გავაჟღეროთ როგორც ქვეყნში, ასევე ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება უფრო მეტ ჩართულობას, ასე ვთქვათ, ჩვენსაც, ხო, ანუ ეს ასე ვთქვათ, რაღაცნაირად სადავო ამბავია. მე არ მგონია, რომ რაღაც ხელოვნურად უნდა გავაკეთოთ ან ერთი ან მეორე. მე არ მგონია, რომ ხელოვნურად ვთქვათ, რაღაცა იქ სცენაზე ასვლას სადოს ვიღაცამ სცენა, რომელიც პრინციპში არ არსებობს, მაგრამ ისე ვიძახი ხატოვნად. ან პირიქით რაღაცა გვერდზე გავდგეთ, იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება რაღაცა გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. ანუ მე მგონია, რომ ეს მოაწესრიგა რაღაცნაირად ამ ჩვენმა სამოქალაქო აქტივიზმის კულტურამ და პოლიტიკურმა კულტურამ ისე როგორც მოაწესრიგა, ეს უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა ისეთი როგორც არის და შევეცადოთ, რომ მეტად გავააქტიუროთ ჩვენი როლი. რასაც მე შემიძლია დაგაწმუნდეთ, რომ ჩვენი კოალიცია ცდილობს მაქსიმალურად. ხო, აი მე გეთანხმებით იმაში, რომ ნამდვილად კი ამ პროტესტის ძირითადი ნაწილი სწორედ ურბანული ცენტრებიდან მოდის, ხო, ადამიანების დიდი რაოდენობა და მათ შეიძლება არ მოწოთ პარტიები, არჩევნებზე მაინც აძლევენ ოპოზიციური პარტიების ხმას, მაგრამ ამასთან ერთად მაინც იღებენ ვალდებულებას, რომ პროტესტში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ რჩება ჩვენი საზოგადოების ვრცელი ფენები, რომლებთათვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ ცხადი ალტერნატივა გქონდეთ თუ ვის უჭერენ მხარს და ამ შემთხვევაში დაინახავენ პროტესტში ჩართულობის მნიშვნელობას. აი ასე უყურებენ ამ პროტესტს და ამიტომ ეს მნიშვნელოვანია პროცესის შესაბამისად. ლიკა, თქვენ როგორ უყურებთ ამ დინამიკას პარტიებისა და პროტესტის ურთიერთმიმართების? მოგესალმებით. ჩემი წინადად უბრალოდ საუბრის დასაწყებას სწორედ ამით ვაპირებდი, იმიტომ რომ წინა სტუმართან თქვენ ახსენეთ პოლიტიკური პროცესი. ჩვენი აზრით პოლიტიკური პროცესის განახლება თუ არ დაეწია პროტესტის მოთხოვნებს, სერიოზული კრიზისი შეიქმნება. პროტესტის დინამიკა უნდა აისახონ პოლიტიკურმა პარტიებმა თავენ საქმიანობაში. რას გულისხმობთ? თქვენ ახლა ჟურნალისტი ხართ და აკვირდებით, ხო, 2012 წლიდან მოყოლებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის განწყობები როგორი ნეგატიური იყო და როგორი იკლებდა მათი ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ. ამის მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ მათ არ აქვთ შინაარსი, არ არიან თანმიმდევრულები, წესიერების პრობლემა არის, კომპეტენციის პრობლემა მათ შორის. ამიტომაც რაც ამ პროტესტმა ცხადად გამოაჩინა, ეს არის დაკვეთა შინაარსზე. ამას გულისხმობთ ჩვენ, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვთ განახლებას და შიდა დემოკრატიული პროცესების დაწყებას, რომ შეძლონ იმგვარი პოლიტიკური პლატფორმის ფორმირება, რომლის საქმიანობაც იქნება გამჭვირვალე
შექმნან კომპეტენტური პორტფოლიო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, მაგალითად მინდა ვახსენო ჩვენი თვითმმართველობის რეფორმა, რეგიონები ახსენეთ თქვენ და არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს ამორჩეველი, უფრო სწორად, თუნდაც ქართული ოცნების ამორჩეველი, როდესაც მე ვესაუბრები დეცენტრალიზაციაზე და ძლიერ თვითმმართველობაზე, რომელსაც ეს არ მოწონს, ხო? შესაბამისად, ამას გულისხმობთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ჩამოაყალიბონ მკაფიოდ კონსტრუირებული დემოკრატიული ღირებულებები, შინაარსი, იდეები და ამ იდეებზე უნდა მოიბან, ასე ვთქვათ, ეს ხალხის სტატუს-კო სხვანაირად ჩვენ ვერ შევარყევთ. ჯანსაღი ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ და ეს ალტერნატივა თუ თვისებრივად არ გარდაიქმნა და ამორჩევლის დაკვეთას არ უპასუხა, ძალიან გაჭირდება სტატუს-კოს ჩამოშლა. ეს კითხვა ორესთან მეკრე მოდელიკა თქვენ დაგისვამთ, რადგან ახსენეთ გამჭვირვალობა და დემოკრატიული ჩართულობა. დემოკრატიის მთავარი მექანიზმი არის პარტია. ახლა ამაზე უკეთესი არავის არ მოუფიქრებია, ხო? ადამიანთა რაღაც პოლიტიკური ნიშნით ერთად თავმოყრის საუკეთესო ფორმა არის. დაკრული ძალიან, მაგრამ საუკეთესო. ჩვენთან ძალიან ბევრი ბარიერი აქვს, ზოგადად კანონმდებლობის დონეზე პარტიებს იმისთვის, რომ რეალურად მოქნილი იყვნენ შიდა დემოკრატიული თვალსაზრისით, ხო? სიების წარდგენის ფორმატში და ბევრ რაღაცაში, მათ შორის საკმაოდ მოუქნელია ჩვენი კანონმდებლობა, მაგრამ რაც არის ეგ არის. ამასთან ერთად ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანას თუ დავაკვირდებით ბოლო 12 წელიწადს ახასიათებს რაც პროტესტის ტალღები. და ყოველ ტალღას მოყვება ხოლმე ახალი შენამატი, ასე რომ ვთქვათ, ქართულ პოლიტიკურ ველზე. ანუ ყოველთვის ემატებიან ადამიანები, რომლებსაც აი ახლა მოუნდათ ჩართვა ამ პროცესში და ხედავენ თავის პოლიტიკურ პროცესში. როგორ უნდა გაუღოს კარი მთლიანად პოლიტიკურმა კლასმა, პოლიტიკურმა ელიტამ და კონკრეტულად თქვენმა პარტიამ აი ამ ახალ ნამატს, რომელიც მოაქვს პროტესტს, ხო? აი თუნდაც ამ პროტესტში ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდა, ხო? ამ ადამიანებს უბრალოდ ის გააჭირდებათ, რომ ვიღაცა მაინფაროს ხვირწინ როგორც კარგი ახალი სახები, არამედ მათ ჰქონდათ რეალური ზეგავლენა, ხო? იმ პარტიებს სადაც შევლენ. როგორ წარმოგიდგენთ ეს პროცესი? ხედავთ თუ არა და მუშაობთ თუ არა ამ მიმართულებით? კი ბატონო, სწორედ საკონძო სიტყვა იყო აქ მრავალფეროვნება, ამ მიმართულებით ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ ყოველთვის აქცენტს, რომ პოლიტიკური პარტიებმა უნდა შეიძინონ იდენტობა, იდეები და განსხვავებულები უნდა იყვნენ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლის აბსორბაცია და ასევე სტატუს-კოს გადმობირება, ხო, ჯანსაღი ალტერნატივის პირობებში და თქვენ მკითხეთ, მე მაგალითად ჩემი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ ფედერალისტები ვიცი, რომ არის მემარჯვენე პარტია, მცირე მთავრობის მომხრე, დეცენტრალიზაციას ფედერალიზმი ამას გულისხმობს, ხო, იდეა ეგ არის, რომ გამორიცხავს მაქსიმალური ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და ძლიერ თვითმმართველობას ითვალისწინებს, ასევე მართლმსაჯულების რეფორმა, სადაც ასევე ხალხი შემოყავს პროცესში და თქვენ იცით ლაზარე 12 საჯული გაქვთ ნანახი არაერთი კამპანიის ინიციირება განუხორციელეთ ამ მიმართულებით და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მართლმსაჯულების რეფორმის არის სწორედ ნაფიცსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება. ამ ყველაფერს თავი მოვუყაროთ ახალი სახეების დაინტერესება და პოლიტიკურ პარტიებში მათი რეკრუტირება, ასე ვთქვათ, ახალი სახეების უნდა მოხდეს სწორედ აი ამ იდეებზე მობმით. ანუ მე მაგალითად შინაარსით დავინტერესდი და იმიტომ მივედი, ხო? და ჩემს გარდა არის დაახლოებით 1000-მდე ძალიან აქტიური ადამიანი, რომელიც ჩვენს შინაარსს ავრცელებს და გვეხმარება ასევე ფინანსურად. და ეს მოდი გადადათო, თქვენ კოალიცია ხართ, ახლა ჩვენ ფედერალისტის შემთხვევაში პარტიაზე ვლაპარაკობთ, ხო? კოალიცია კიდე სხვა ტიპის მოვლენა არის. როგორც წესი საქართველოს კოალიციები წინასაარჩევნოდ იქნება ხოლმე და არჩევნების მერე ფორმას ვეღარ პოულობს, როგორ გააგრძელოს კოალიციური ცხოვრება. როგორ მიდის კოალიციური ცხოვრება, ჯერ ეს გითხარით. და მერე მათ შორის როგორ აპირებთ, რომ აი ამ პროტესტს კარი გაუღოთ. იმ გაგებით, რომ ხა თქვენთან კოალიციაში ერთგვაროვანი პოლიტიკური შეხედულებების ხალხი, ერთგვაროვანი პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება არის, მაგრამ ერთგვაროვანი იდეოლოგიის ხალხი ზოგადად არ არის თავმოყრილი. ნუ რაღაც დინამიკა არსებობს, რაღაც სპექტრზე ხართ, բայց გადანაწილებულები, ხო? ხო, გადანაწილებულები ხართ. ამ შემთხვევაში როგორ აპირებთ, რომ აი ამ პროტესტის მიმართ უფრო ღიები იყოთ, უფრო ტრანსპარენტულები იყოთ? ხო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენი კოალიცია აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ნამდვილად არჩევნების მერე არ შეცვლილა არაფერი ჩვენი თანამშრომლობის ხარისხსა და ინტენსივობას შორის და პრინციპში არც ვაპირებთ, რომ შეიცვალოს. თანხმდებით იმაზე, რაზეც თანხმდებოდით აქამდე და ვაგრძელებთ ერთად თანამშრომლობას, იმიტომ რომ ესე უფრო ძლიერები ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ და არ არსებობს არანაირი სხვა მიზეზი, რატომაც ესე არ უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ახალ
ახალი სახეების ჩართვას, ხო, ძალიან კაი კითხვა არის, მეც მაგაზე ბევრი მიფიქრია. მე მგონია, რომ ჩვენი კოალიცია, და ამ კოალიციაში შემოვალი ნებისმიერი სუბიექტი იქნება, ეს პარტია, ახალი გირჩი, მეტი თავისუფლება დროა თუ რესპუბლიკური პარტია ნებისმიერი სუბიექტი, ჯერთიო საკმაოდ ბევრი ახალი სახით არის დაკომპლექტებული თავად და მე თავად ჩემ თავზე შემიძლია თქვა, ერთი წელიც არ გასულა, რაც გადაწყვეტილება მივიღე ამ ხო, ჩვენ თახოთ ახალი სახის სხვა სტანდარტი არსებობს, ან ახალი უნდა იყოს, რომ ახალი დაგიძახო. ეგეც ალბათ შესაძლებელი ამბავი, იმიტომ რომ ეს ახალი შეიძლება სამთოში აღარ იყოს ახალი. ანუ თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ აი ეს დისტანცია პოლიტიკურ კლასსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შემცირდეს რაღაცნაირად და მუდმივი გადადინება ხდებოდეს, ხო? ამ სიახლეში ეს იგულისხმება, რომ მეტმა ადამიანმა იგრძნოს ჩართულობა ამ პროცესში. მე შემიძლია თარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენი კოალიცია და ჩვენი კოალიციის წევრები და ლიდერები ამ საკითხზე მუშაობთ აქტიურად სხვადასხვა ფორმით. იქნება ეს უშუალო კომუნიკაცია, თუნდაც აი რუსთაველის აქციაზე მაგალითად ჩვენი ლიდერების ბევრი ნაწილი იქ არის თითქმის სულ იქ ყოფნა ანიშნავს, რომ უბრალოდ განან ეს არის მუდმივი კომუნიკაცია ახალ ხალხთან, მუდმივი მათთან რაღაცა საკონტაქტო ინფორმაციის გასვლა. კარგი სივრცე ნამდვილად, ხო? ნამდვილად კარგი სივრცე და ნამდვილად კარგად ვითვისებთ მაგ ამბავს შემიძლია. და ვიღაცის ხმა რო არ გესმის მიკროფონს ყურში მუდმივად ლაპარაკი შესაძლოა. ხო, ზუსტად. გარდა ამისა, ვცდილობ ჩვენ სხვა საკომუნიკაციო არხების ამუშავებას, რათა ეს ადამიანები რაღაცნაირად დავაინტერესოთ და მოვიბას და რეკრუტირება მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესში უფრო მეტად. გარდა ამისა, მე ერთი მექანიზმების თვალსაზრისით ხო არა გაქვთ რამე ისეთი, რომ ამ ადამიანებს მეტი ჩართულობა დაანახოთ, რომ მეტი ადგილის დაკავება შეუძლიათ. მათ შორის თქვენც ამ ადამიანებზე რო ლაპარაკობთ, აი მათ შორის შენზეც ვილაპარაკოთ, ხო მათ შორის. რომ კოალიცია რთულია, ბევრი ლიდერია, იქ გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორც წესი ძალიან ისეთია ხოლმე. ერთი არის რომ ჩვენ ვცდილობთ რაღაც ახალ ვთქვათ საკომუნიკაციო ახალი არხების მოძიებას და აი ამ რაღაც უფრო მეტად დიჯიტალიზებას ჩვენი ამ ვთქვათ საკომუნიკაციო გზების და ამაზე აქტიურად მუშაობთ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით არის კი ძალიან ისეთ მაღალი ჩართულობა, მათ შორის ჩვენი ლიდერები პერსონალური რაღაც ჩენელებით თუ პერსონალური რაღაცა არხებით იქნება ეს როგორც პირდაპირ კომუნიკაცია, აგრეთვე ინტერესებში ვცდილობთ ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას და მათი მობმას და მე შემიძლია დაგაწმუნდეთ, რომ მუშაობს ეს ამბავი და მართლაც ხა ჩვენს საპარლამენტო შესაძლოა რო გადახედოთ ან შემადგენლობასაც რო გადახედოთ, კიდევ პოლის საბჭოს კიდეც ისე, მე მგონი რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანია ყველაფერში ჩართული, როგორც ახალგაზრდა, აგრეთვე ახალი პოლიტიკისთვის. მათ შორის ჩემი შესაძლოა. მაგრამ ერთი რაღაც მინდა დავამატო, აგრეთვე, როდესაც საუბრობთ ხოლმე ახალი ხალხის პოლიტიკაში ჩართვაზე და მაგალითად გამოთქვამენ ვიღაცები წუხილს, რომ პოლიტიკურ პარტიებში თავის ვერ პოულობენ თუ რაღაც, ერთი რაღაც რჩევის სახითაც მექნებოდა, რომელიც ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდათ პოლიტიკაში მონაწილეობა, რაღაცნაირად უნდა გაიაზრონ ისიც, რომ რაღაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რაღაცა რისკიც უნდა გაწიონ და რაღაც დროს ალბათ კომფორტის ზონიდანაც მოუწევთ გამოსვლა, როდესაც გადაწყვეტენ, რომ რაღაც თქვა სამოქალაქო ან კერძო სექტორიდან გადაინაცვლონ პოლიტიკურ პარტიაში ან პოლიტიკურ სფეროში, ხო, იმიტომ რომ ეს როგორც ვიცი ჩვენ საქართველოში არ არის ეს ამბავი ისე ასე ვთქვათ მოწესრიგებული და მოგვარებული, რომ აქ იავარდით იყოს გზა მოფენილი და აქ არის ძალიან ბევრი ბარიერი, რომელსაც ჭირდება გადალახვა. მე მგონია, რომ დღეს ქართული პოლიტიკური პარტიები მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ამ ამბავს რაღაცნაირად პასუხობენ. ახლა ყველა პარტიაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩვენს კოალიციაში შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ეს გზა არის რაღაცნაირად უფრო მეტად გამარტივებული, ვიდრე ეს შეიძლება იყოს სხვაგან. თავარია ვინმეს უნდა ეს რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს და რაღაცა გუნდის ნაწილად იგრძნოს თავი და რაღაცა ასე ვთქვათ ამ სტრუქტურით გააგრძელოს მან ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი კარი არის ღია ამისთვის აბსოლუტურად და არის უამრავი მექანიზმი, რითაც შემიძლია ის გავაძლიეროს. ახალი სახეების ნაკლებობა ქართულ პოლიტიკაში არ არის, უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ისინი არ ჩანენ სამწუხაროდ, იმიტომ რომ რაღაცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი თუ ხდება, ისევ ჩანან ლიდერები, რომლებიც არიან ძველი სახეები და არა ახალი. ეს მათ შორის ოცნების დამსახურებაც არის. შესაძლოა, ხო, რა თქმა უნდა და ოცნებაც ამას რა თქმა უნდა ხელს უწყობს, იქ თავიანთი კამპანიებით და პროპაგანდით და ასე შემდეგ. მოდით ვისაუბროთ პროტესტის ფორმებზე აუცილებლად, იმიტომ რომ პროტესტის გარეშე ახალ არჩევნებამდე ალბათ ვერ მივალთ. სალომე ზურაბიშვილს აქვს იმედი, ეკაფესელი ამას დაგვიდასტურა, რომ ძალიან მალე ჩაინიშნება ახალი არჩევნები, სიმართლე გითხრათ, რის საფუძველზე. ანუ მე ამ წამს ამის ფორმულა არ გამაჩნია, თუმცა შესაძლოა მართლაც არსებობს ისტორიაში, ასე ვთქვათ, ასეთი თარიღები, რომ უცებ იღვიძებენ ადამიანები და რაღაცა ახალი ხდება ქვეყნის ცხოვრებაში. მოდით ვისაუბროთ პროტესტის ფორმებზე, იმიტომ რომ გაზაფხული მოდის და სავარაუდოდ პროტესტის ფორმები შეიცვლება, ალბათ უფრო აღმავალი უნდა გახდეს და როგორ გონიათ, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება გაფართოვდეს პროტესტი იმ კუთხით, რომ მეტი წნეხი იყოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
სამთავარ ძირითად მიმართულებას დავასახელებდი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ პროტესტის ნაწილში. ეს არის პირველი რომ გაფართოება ცხადია, მეორე რომ სანქციები დასავლეთის მხრიდან და ხო ამ სანქციებთან დაკავშირებით ასევე ძალიან ეხმარება პროტესტს კოორდინირებული მუშაობა როგორც პოლიტიკური პარტიების ისე არასამთავრობო მხრიდან, რომლებიც იმ პიროვნებების სიების მოგროვებას ახორციელებენ, მათ შორის ჩვენ ფედერალისტები, რომლებიც რეპრესიულ აპარატში არიან უშუალოდ ჩართულები, არა მხოლოდ დამკვეთები, არამედ რიგითი ასე ვთქვათ პირები, რომლებიც ვერ უნდა იგრძნონ თავი მშვიდად. ცხადია და ეს ჩვენი პროტესტის მონაწილეების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმიც არის, ხო, უსაფრთხოების მიმართულებით, რომ მეტიც ტექნიკა გახორციელდეს ამაზე და ეს რაღაც გარკვეული შემაკავებელი მექანიზმიც იყოს. და მესამე ალტერნატივა, აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, რომ სტატუს კვოს ცვლილება თუ გვინდა, ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი გადმოვიბიროთ ჩვენკენ. ამას შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღით ვისებრივად შეცვლილი ალტერნატივის შეთავაზება. ფიქრობთ, რომ ამის დაკვეთა არსებობს, მაგალითად ალტერნატივის დაკვეთა როგორ არსებობს, მაგრამ მეტი და მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდა ამ შემთხვევაში, ფედერალისტები მეტნაკლებად მაინც მიუხედავად იმისა, რომ ძველი სახეებიც არიან, ანუ ახალი, ესე ვთქვათ, პარტია ხო, ახლად შექმნილი ახალი სახეებით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. ასევე ჩვენ ვნახეთ ჯერ მოძრაობა, რა თქმა უნდა, მემარცხენე მოძრაობას გულისხმობ, რომლის ერთგვარი პრეზენტაცია იყო ჩვენთან ეთერში, ვახუშტიმენებდა იყო ჩვენთან სტუმრად და შემოდიან, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე, შესაძლოა ჩვენ პარტიას ვიხილოთ ამ მიმართულებით. მეტი და მეტი პოლიტიკური პარტია გვაძლევს იმის გარანტიას, რომ რაღაცნაირად უფრო სწორი პოლიტიკური პროცესი წარიმართოს ამ ქვეყანაში სანამ არჩევნებამდე მივალთ, თუ არ არის ამის საჭიროება და დღეს არსებულმა კოალიციებმა თუ პარტიებმა შეიძლება მართლაც რაზეც ჰქონდათ უკვე საუბარი, შეიწევონ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლოა ისინი რაღაცა სასარგებლო ნაბიჯები გადადგან მათ ქვეყნის გაჯანსაღების კუთხით. არა, როგორც საუბრის დასაწყისში, განაცემის დასაწყისში ვისაუბრე, პირიქით ჩვენ მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შინაარსი მემარჯვენე არის, ჩვენ ძალიან უბრალოდ მივესალმებით მემარცხენე პლატფორმის ფორმირებას, რომელიც ეჭვს ამეპარება, რომ პარტია დარეგისტრირდება შემდეგ და რაღაცნაირად გადაახალისებს პოლიტიკურ პროცესს და საინტერესო ახალი ნარატივები შემოვა და საბოლოოდ ალბათ ჩვენი ყველას ოცნება არის, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში გახდეს მემარცხენე ძალთა შორის ბალანსი, ხო? თავისთავად. ასე ვუყურებთ ჩვენ ამ პროცესს. თუმცა ამ დისკუსიაში დაიბადოს, გამოიჭედოს რაღაცა ტიპის ახალი პოლიტიკა. რთულ საკითხზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ამ საკითხზე ილაპარაკონ ჩემი აზრით, ხმამაღლა საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით მინდა რომ გითხოთ. დაძაბული დღეებია საერთაშორისო პოლიტიკაში და რაც ჩვენ გვესმის პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისგან, არც სასევნოსაც თქვენი ძალიან გასაბრაზებელიც არის და ეს იმიტომ რთულია. უკრაინასთან დაკავშირებით ის რასაც ამბობს, მეორე კომენტატორი საუბრობს იმაზე, რომ ერთი არ ასაუნს ტრამპი და მეორე სადამდე შეიძლება მის რიტორიკა მივიდეს რეალურ მოქმედებებში. ახაც ბნელში ვაცეცებთ ხელებს ნამდვილად. მოკლედ რთული დრო დგას და ასევე არ მახსენდება დრო, რომ აი საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესს ამხელა გავლენა ქონდეს ჩვენ შიდა პოლიტიკურ დისკუსიაზე. არა მარტო რეალურად, არამედ წმინდა ასე ვთქვათ, რიტორიკული თვალსაზრისითაც, პროპაგანდის თვალსაზრისითაც ხელისუფლება ძალიან იყენებს ამ საერთაშორისო გარემოებებს. რას ცვლის ეს გარემოებები ჩვენს ეროვნულ ამოცანებს? ცვლის თუ არა რამის? ამაზე ალბათ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. როგორ უყურებთ ამ პროცესს? რა უნდა იყოს ქართული პოლიტიკური კლასის რეაქცია ჩვენს საერთაშორისო ჩვენს გარშემო დაგროვილ ამ ღრუბლებზე მათ შორის და ამ გარემოებებზე? როგორ უნდა უპასუხოთ იმას თუ რაც ხდება უკრაინაში და ევროპაში? ჩვენს ეროვნულ ამოცანებში ეს მიმდინარე ამბები პრინციპში არაფერს არ ცვლის იმ გაგებით, რომ ჩვენი ეროვნული ამოცანა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტირება მათ შორის ნატოსსა და ევროკავშირთან დაახლოებით და ჩვენი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანები და ამისკენ მიმავალ გზა ჩვენ დასახული გვაქვს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, მიმდინარე ამბები და განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, აქტიურობა ამ მიმართულებით და მისი კომენტარები გავლენას ახდენს ამ პროცესზე, იმ გაგებით, რომ ამას ეს შეიძლება პროპაგანდამ გამოიყენოს, რაღაცა მისი, ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ გამოიყენოს მისი პროპაგანდის საკვებად, შესაძლოა ადამიანებს რაღაც განსხვავებული ემოციები აღუძრას და სოციალურ ქსელებში ალბათ ამ ყველაფერს ვადევნებთ თვალს, რომ ეს რაღაცა შერეული გზნობები არის ამ შესახებ და რაღაცა ხალხი ნერვიულობს, მაგრამ მე მაგალითად რო გითხრათ ჩემი აზრი, მე არ მგონია, რომ ჩვენ ამაზე ძალიან უნდა ვინერვიულოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიცვლის ეს დღის წესრიგს,
ჩვენ გვაქვს ჩვენი თქო გზა გასაკეთებელი და ჩვენი პროტესტის უწყვეტობა, ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი ერთიანობა იმ ნაწილში, რომ საჭირო ახალი არჩევნები, ესე იგი იყოს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა და საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ ისევ აქტიურად და ეს ჩვენ არ ვიცვლის არანაირად დღის წესრიგს. გარდა ამისა, ხო, მე მიუხედავად იმისა, რაც ამბობს თქვა ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია, მე მგონია რომ უნდა დაველოდოთ იმას თუ ეს რა ქმედებებში იქნება გამოხატული, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ისე დუღილის პროცესი არის და მართლა ხშირად არის მდგომარეობა, რომ ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ და მესამე შეძლო ფიქრობდნენ. არ ვიძახი ამ სუდი გაგებით, უბრალოდ ეს მაინც ჩამოყალიბების პროცესში და ფორმირების პროცესში არის მათი ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ევროპასთან მიმართებაში თუ ჩინეთთან მიმართებაში მათ შორის და ჩვენ არ მგონია რომ ამას ბევრი უნდა ვინერვიულოთ და არ მგონია რომ ამაზე მათ შორის ბევრი კომენტარები ვაკეთოთ იმ ნაწილში რომ რაღაც არ ვაგადიკოთ ან ერთი ადმინისტრაცია ან მეორე. ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება მიუხედავად იმისა, ვინ არის ამერიკის ხელისუფლებაში და რომელი პარტია არის ასე ვთქვათ ხელისუფლებაში მოსული. კარგი იქნება და სასურველი იქნება რომ ნებისმიერ შემთხვევაში საერთო ენა გამოვნახოთ ჩვენ ამ შემთხვევაში გულისხმობ ოპოზიციურ და ამ ქვეყნის დემოკრატიულ ზარებს საერთო ენა გამოვნახოთ მათ შორის მოქმედ ადმინისტრაციასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპელ ლიდერებთან და ევროკავშირთან, რასაც პრინციპში აკეთებს ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის მათ შორის ერთ-ერთი განსახიერება ამ ჩვენი ასე ვთქვათ საგარეო ფრონტის და ამას აკეთებენ სხვა ოპოზიციური ლიდერებიც, ხო? ზოგი მიუნხენის კონფერენციაზეა, ზოგი სტრასბურგშია, ზოგი ვაშინგტონშია, მათ შორის მეგობარი პარტიიდანაც იყვნენ ამას ინიციაციული. ამ ეს ყველაფერი არის ერთიანი ძალისხმევის ასე ვთქვათ პროცესი, რომელიც უნდა გავაგრძელოთ და ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ ამას. მე იმასაც დავაკეთებ, რომ ვკითხოთ უნდა ვინერვიულოთ თუ არა ყველაფერზე დაასრულეთ. არ მგონია რომ უკრაინას ასე ვთქვათ ცუდი დღეები მოელის. მე მგონია რომ უფრო ცუდი დღეები უკან არის მოტოვებული და მგონია რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს არსებობას უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო აყვავებული ვიდრე ის აქამდე იყო და ვიდრე ამის პერსპექტივა ჰქონდა. რა საზღვრებში გაგრძელდება ამ ყველაფერს ნახავთ როგორ გადაწყდება. მე მგონია ყველა არ ფიქრობს ტრამპის რიტორიკა ახალი არ არის და არც ის არის ახალი რომ ის რიტორიკა და ქმედებები ხშირად წინააღმდეგობრივია ხოლმე. ჩვენ შეგვიძლია გავუსწროთ პირველი ვადის დროს ჰელსინკის პრესკონფერენციის შემდეგ რა ტიპის განცხადებების ყველა თვალსაზრისით მიუღებელი განცხადებები გააკეთა და ის იყო სრული კატასტროფა, თუმცა ამის შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯები სულაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ რიტორიკასთან, ხო, გულისხმობ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ამიტომ რიტორიკის გაფორმება იმად რაც ჯერ არ მომხდარა, ანუ უკვე გაფორმება ქმედებად, ჩემი აზრით არასწორია და ამ ერთგვარ ასე ვთქვათ ისტორიულ დამოკიდებულებას მეინსტრიმ დასავლური მედიები და პოლიტიკოსებიც ხელს უწყობენ. კი, ცხადია ვაღიარებთ იმას, რომ ეს რიტორიკა არის სრულად კატასტროფა და პროპაგანდას ეხმარება, ამ სუყებს პროპაგანდას და მათ ასე ვთქვათ რიტორიკას ვერ კეთებს უმყარებს. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავარია ქმედებები და არა რიტორიკა. ამ შემთხვევაში მთავარია ორი რამ უკრაინასთან მიმართებაში. ერთი რომ სამხედრო დახმარება არ შეწყვიტოს და მეორე, როდესაც დაიდება უსაფრთხოების ხელშეკრულება, იქ აუცილებლად იყოს გათვალისწინებული უკრაინისთვის უსაფრთხოების ნაწილი, ხო? მე ვგულისხმობ მოკავშირეთა სამხედრო კონტინგენტის დაყენებას უკრაინის ტერიტორიაზე. ხო, ეხლა რაც შეეხება ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ შეგვიძლია იცით ეს ისტერია ცოტათი გონია რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დინამიკის არასწორი დანახვა არის მცდარი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ ნატოსთან მიმართებაში გვახსოვს, ხო, რა გადაწყვეტილებაც იყო ობამას ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული და ობამას განცხადება გვახსოვს ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და საქართველო მზად არ არიან ნატოში გასაწევრიანებლად. ამას 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გავრწყინებული და ძალიან ბედნიერი განცხადება მოყვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი როგორც იქნა დასავლეთი მიხვდა და რეალისტურად შეაფასა საქართველოს შესაძლებლობები ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ბაიდენის ადმინისტრაციას არაფრით არ იყო ამაზე უკეთესი, აბსოლუტურად იგივე პოზიციას იზიარებდა და სულ რაღაც ორი ნატოს მინისტერიალზე გვახსოვს ასევე ბაიდენის ძალიან არასასურველი რიტორიკა ამასთან დაკავშირებით და განცხადებები. და სულ რაღაც 2 წლის წინ მან განაცხადა, რომ უკრაინაში იქნება მშვიდობა, თუმცა ეს აღნიშნავს, რომ აპრიორი უკრაინა იქნება ნატოს წევრი, ხო? მოკლედ, ეს ყველაფერი რომ ამ დისკურსით რომ განვიხილოთ, ჩვენი ეროვნული ამოცანები მაინც არ იცვლება. ერთი რომ უნდა გავხდეთ დასავლური სამყაროს ნაწილი, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და მეორე რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა დასავლური უსაფრთხოების კოლექტიური სისტემების ინტეგრაციის მიმართულებით, ან იმგვარი ისეთი ძლიერი პარტნიორობა მოვიპოვოთ
ვიპოვოთ, რომ შევძლოთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება დასავლეთის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ნამდვილად ეროვნული, ესე ვთქვათ, ჩვენი ინტერესები ბუნებრივია ჩვენი დასაცავია, პროტესტი აღმავალია, დღეს ისევ რუსთაველზე შევხვდებით, ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ და ხვალ ისევ გეტყვით გაიღვიძეს საქართველოს და ისევ ვილაპარაკებთ იმ თემებზე, რაც თქვენთვის და ჩვენთვის სულ ერთი არ არის. დარჩით ფორმულაზე.